რასაც გილოცა, ხალხს დღეს. იღავით ბედნიერი გამშრალი გახარებული ბედები, ბედნიერი ხალხი და იხარეთ პრეზიდენტის კეთილდღეობით. ჩვენი ბავშვები ეხლა არ ყოფილდათ არა, როგორც თქვენ უბრალდებით, მეცე უბრალდები ხანდახან საჭიროა ალბათ. უაბრალდებენ ვერ იქცევიან ისე როგორც ჩვენ გვინდა ხო, მაგრამ ძალიან დიდი მონდომები და დიდი სიყვარული, რასაც სიტყვით და საქციელით ვერ განიჩებენ, უნდა თუ სიმღერით და ლექსებით მოგეფეროთ. ისურვებს გაზაფხული ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში და წარმატება და წარმატება მოიცვლებით და თქვენ. პირველი დღეა. ბუნებისთვის სიცოცხლის საწყისი, ჩვენთვის იმედის და წვენის მომცემი. გიზიარებთ უამრავ სიხარულს, სიყვარულს, სითბოს, ახლადაღმერთებული კვირტების სურნელს, ერთმანეთში შეზავებას და უთვალო ფერთა სილამაზეს. იმდენად უხოთ, რომ მთელი ცხოვრება გიყოთ ყოველი დღის მოსართავად და გასაფერადებლად. გაზაფხულივით ლამაზი და სურნელოვანი ყოფილიყოს თქვენი სიყვარული, ძვირფასებო, სიკეთით, მადლით, მოყვასითა და უფლის სიყვარულით თქვენ ცხოვრებას უნდა. გაზაფხულივით დამთვარიყოს და გაფერადებული იყოს ჩვენი ცხოვრება. გისურვებთ ბევრ ლამაზ ფერებს, ლამაზ დღეებს, სითბოს, სიყვარულს, გვეხაროს ყველას და რაც მთავარია, არასოდეს მოკლებოდეს წმინდანების ლოცვა და მადლი. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლასები: მეორე პირველი, მეოთხე მეორე, მეოთხე მესამე, მეხუთე პირველი, მეექვსე პირველი. ასევე კონცერტზე მონაწილეობას იღებენ მეექვსე პირველი, მეშვიდე პირველი, მეშვიდე მესამე, მერვე მეორე და მეცხრე მესამე კლასები. უფლის მადლით დედა, შენი ცქერით სამყარო ცესთან ერთად ბება. ძისა და როგორ ისვა და სულისთან ბერძელო.
უთმობს. იასაუით ნაზი ხარ და ვეფხუით ხარ ფიცხი, შვილებისთვის დამთებული მუდამ მკერდით იბრძვი. გაზაფხულის ყვავილივით რომ მიყურებ დედა, გაიხიმე გენაცვალა შენთვის მინდა მღერა. უამრავ დღესასწაულებთან შორის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი ეხმარება განსაკუთრების ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სიდიადე და სიწმინდე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების აღზრდასა და დაბადებასთან. ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენო ძირითასო დედი. და თქვენი შვილები ყოფილიყვნენ წარმატებული, მოსიყვარულენი, ყურადღებიანი და თქვენი ცხოვრება იქნება სავსე კეთილდღეობით და ხარკით. დედას ყველგან რომ იფიცებ, დედა შენგენაცვალოს, საქართველოს სიყვარულის ხოვი უნდა გვასწავლოს, დედა ქვეყნის მზეარით და ტვისთვის კიდე ლახვარი, დედა რა საქართველო იქნებოდა განსაკუთრებით.
დაბადებული ოღონდ შვილები ისე როგორც არავის მსოფლიოში. ბავშვებო, ვის უნდა დედაზე დედა შეუძლია სამი სიტყვა და ოღონდ მოხდეს ერთი რა სხვა არ იქნება. ხო, არასდროს დაგაგორდა კარგი დედა ასიმასწავლებელი ღირს. დედების სიყვარულის გარეშე კაცობრიობა ვერ გადარჩებოდა. This is
სიცოცხლის ადგილობის, ცისბედაკისა და ყოველდღიურ მშვენიერების სიმბოლოა. სწორედ შეუკერა ქართულმა ხალხმა ამ დღესასწაულს საერთო კაბა წელწადის ამ დროს. დასასრულს კაბაზე და გახდა ხელისუფლების საუბარებელი. მაგრამ გაზაფხული ხალია ქალი გაზაფხული. დედა სიყვარული სინონიმი. დედაკაცი შვილების სახსნით ფასდებაა. She was
წინ, როდესაც დედამისაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი და ეს მარტო სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან მშვენიერი ქალებს აპროვებდა და უმშვენიერეს მარგალიტებად აქცევდა. ბოლოს იმდენი მარგალიტი დაუბრუნდა, რომ მან მძივი გააკეთა. კაცმა არ იცის რატომ, ალბათ უფლის ბრძანებით გადაწყვიტა, რომ ეს მარგალიტები მთელ სოფლიოში გაიფანტა და ისე მშვენიერ ქალებად ექცია. ეს საქმე არწივს დაავალა და უთხრა. თითო ქვეყანაში რომელსაც გადაუხდნენ, თითო მარგალიტი ჩააგდეო. არწივი ასეც იქცეოდა, თითო ქვეყანაში თითო მარგალიტს აგდებდა. მალევე ჩვენს ქვეყანას მიუახლოვდა. კლდის წვერს გამოედო და ეს მძივი გაწყდა. მარგალიტების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში ჩაიყარა და მშვენიერ ქალებად იქცა. მოდი ჩვენი ქვეყნის ქალებს გაუმარჯოს. We're
მოგვიანებად ჩვენ ხვდიან დედა და მამა ადამიანურად იყავენ. ადამიანები მუდამ იქნებიან ისეთები, როგორებიც მათ თალები ქმნიან. ძველად იყო ერთი ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც მარტო დედა და შვილი ცხოვრობდა. დედამ შეამჩნია, რომ შვილი ცუდად იქცეოდა და უთხრა: შვილო, რამდენ ცუდ საქციელსაც ჩაიდე, იმდენი რუსვანი დააჭერე მუხასაო. შვილიც ესე მოიქცა. დროთა განმავლობაში მუხა სულ გაისო რუსლებს. დედა ანაღვლიანდა, შვილიც მიხვდა თავის დანაშაულს. ახლა დედამ უთხრა, რამდენ კეთილ საქციელსაც ჩაიდე, იმდენი რუსვანი ამოიღე მუხიდანო. რამდენიმე ხნის მერე ყველა რუსვანი ამოიღო მუხიდან, მაგრამ ნაიარევი მაინც დარჩა. მოდით ბავშვებო, ისე მოვიქცეთ, რომ დედა ჩვენი ზღუდში ერთი ნაიარევიც არ გაგვეჩინოს. მოწყენას მისას, როდესაც გრძნობენ, იქ უფრებიან თვალები ნისლით, თუ გამავსხვრიე განგების ღობე, პირველად დედის ჭაღარას ვუხსნით. ფიქრები ღლიან ისედაც დაღლის, სამრეკლოსავით ფერუხთას და ხნიეს, თუ დეკემბერში აენთო ბაღი, პირველად დედას დაუყრებიებს. რეგის მანძილში აპრილი გალობს, ვიდა ფიონი მხოლეთის თებში, თუ უკვდავების ვიპოვე წყარო, პირველად დედას მიუტად პეშით, ნანინას ნამი აკვანძე ელავს, როგორც ტორზე ღიმილით ფრესხა, თუ სივრცეებში შევძელი ფრენა, პირველად დედას ავიყვან მზესთან. წლები ვერ ელევა მხოლოდ ჩემს სიყვარულს, მასთან უძლურია ბიდი. როცა შენთან ვარ, აღარ მეშინია, აღარც მეტირება მიდი. წამიყვანე ისევ ბავშვობაში, თორემ გამიძნო და ხედვა. შენი ნაამბობის ღამრის სამყაროში ისევ დამაბრუნე დედა. ვიდრე მეყოლები, ისევ შემეძლება შენი დიმედები მთვალო, ჩემო მადლიანო ჭირთა და მთმელო, ჩემო თმაჭაღარა ქალო. თითქოს პატარა ვარ, ისევ მომეფერე, ამ სვივარსკვლავების ზედა. გასწრებაზე სული შევიბერე, კერძზე დავაძინე დედა. Gloria, Gloria,
დედის სიყვარული არის რბილი შუქის გული, გულსა და ზეციურ მამას შორის. დედობა არის დამოკიდებულება და არა ურთიერთობა. мотивაციას მიმაღლებს და ჩემში იწევს რაღაც საინტერესო ხელ ჩასაჭირს.
მასწავლებელში ვხედავ საიმედო ადამიანს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს და სწორ მიმართულებას მომცემს. უნდა გავშალოთ თავით არწმუნა, გვერდქვას მამულის რკინის კედელი, სამშობლოსათვის თავის გაწივა, აი რა სამობს მასწავლებელი. ვცდილობ გულმედგრად სულწი მივყავდეთ შიშის ამბიყვეთ გამტარებელი. დედა გიყვარდეს, მამა გიყვარდეს, აი რა სამობს მასწავლებელი. არ მოვუტანოთ მოყვასიანი, არ გავახაროთ მტერი მძებნელი, ზრდილნი ქვევრი და თავაზიანი, უხმეთ გვასწავლის მასწავლებელი. შოთა სახელი არ დიდება, სულის და გულის გამხარებელი, ის ჩვენი მზია, ჩვენი დიდება, აი რა სამობს მასწავლებელი. ქართველი სულში დიდი ილია, მარათო მსხვილიც ატარებელი, ოქროს ძაფები ჩაქსოვილია, აი რა სამობს მასწავლებელი. ალკაჭის სიტყვა გულშაყრენია, ტრის გულში ისრის გამტარებელი, კურთხეულ იყოს ვაჟასგენია, აი რა სამობს მასწავლებელი. არ გაცვლის შვილის საკუთარ მშობელს, სინდის ნამუსის გამტარებელი, დედა ენის და სამშობლოს გმობელს, რისხავდეთ ამბობს მასწავლებელი. მიტომაც გულში გადაგვეცვა, სულ რომ გვასწავლის გვირჩევს გვახარებს, ვით მშობელ დედას დედა ენასაც, მასწავლებელი ასე გვახარებს. ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან, კლავაც ბავშვი გინდა ვერგები. თმაში ჭაღარა შემოგყარია და მაინც ვამბობთ მასწავლებელი. უნდა გავშალოთ თავით არწიმა, გვერდქვას მამულის რკინის კედელის, სამშობლოსათვის თავის გაწივა, აი რა სამობს მასწავლებელი.
დედის თვალები, დედის კალთა და დედის სიმღერა, დედასთან ერთად ყველა ქალები. ქალი რა არის? ქალი ჩიტია, ხევს თუ გაუშვებ გაგიფრინდება. ქალი სიცოცხლეა, ქალი ცხოვრება, ქალი მთვარია და მზია. ქალი ცხოვრება, ქალი ოცნება, ქალი სიყვარულის თქოა. ქალი ცისკარია, ქალი ვარსკვლავია, ქალი ყვავილია სულის, ქალი სილამაზის დედოფალია და ქალი ჩეულია უფლის. ქალს შვილს ნუკრივით მოუარეთ, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, ქალს ქალობა დაულოცეთ და ბაღის ყვავილივით მოუარეთ. ლამაზი ქალი მოსვლას თვალებს, კარგი ქალი კი გულს. პირველი ფიზიკური ძვირფასეულობაა, მეორე კი სულიერი საგანძური. ქალის პატივისცემა წმინდა ვალია. ამას მამაკაცი დაბადებიდან უნდა სწავლობდეს.
მადლობა გადავუხადო ჩემს მონაწილე ბავშვებს, ჩემ პირად მდგომარეობაში ისეთი გამძლეობა მომწესდა და დამამიწყეს ყველაფერი და ამით ვიხარე, ამით გავუხარდება არც იცოდეთ ასე და მიყვარდათ ყველანი ჩემი შვილები ხართ იცით ბედნიერია კარგად და ახლა თქვენ თუ წარმატებები თუ გაზაფხული იყოს თქვენ ცხოვრებაში და სიკეთე და სიმღერა და ხალისი ახლა საოცარი სიტყვა ყველა ამ დარბაზში ცდომი და მეტახვები რაღაც საოცარი სიტყვა ჩაგვეყარა როგორ შეიძლება ერთმანეთზე უკეთესი სიმღერები, ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები, გოგონები თუ ბიჭები, რომელი ჯობდნენ ერთმანეთს, აი უკვე ვეღარ გამსაზღვრეთ, იმდენად დიდი სიტყვა, სიყვარული და დიდი შრომა ჩადეთ ჩემო ნონა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვეცვალა ადგილი, ამან არ შეაშინა ჩვენი ნონა მიუხედავად მაგისა ერთი ინსტრუმენტი ხოდა და მთავარია ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს მოუყარა თავი და აი დღეს ზეიმი იყო, ფესტივალი იყო და გაზაფხულის დადგომა დედებს, დედობა და ქალობა დაგვილოცა და რა ვიცი, დიდი მადლობა ნონა, მართალია ძალიან ძიმე მდგომარეობა მოხდა, მაგრამ აი ბავშვების სიყვარულმა და ჩვენმა თანადგომამ სულ ბედნიერად და კარგად გაყოფოს, რომ ამისთან ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა. დაგვატყუეს, გაგვახარეს, აი არ ვიცი, ამას უყურებდი და ამაზე მეტად აფერადებულები ვარ. დაგილოცა. ავტორი რომ მე ვარ, გამევიდა და ავდები არ დამაგდე ჯავწე. თავად ბედნიერი დედა. საუკეთესო შვილები ყავს ერთმანეთზე უკეთესები შვილები. რა ვიცი, ასევე სიძეები საუკეთესო. ნონა გილოცა და აქ დავსწრე ქალბატონებს ყველას გილოცა. სულ ასეთი ბედნიერები და მომწირვები მე დავდე. კიდევ ერთხელ მაინც ვიტყვი, ცოტა ისეთი უხერხულია, მაგრამ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენ ნახევარია აი ეს ბავშვების გუნდმა და ამხელა სიურპრიზი გამოგეთა ნახევრად. ბავშვებო, დიდი მადლობა. განსაკუთრებით აი ბოლოს რო სიურპრიზი გამოგეცეთ, ოპული რო გამოგეცეთ, ხალე და ყოველთვის ასეთი ჭექარე ხმით ეცხოვროთ და ისეთი ცხოვრება გქონოდეთ, რომ ყოველთვის დედიფუები გამეხარებინოთ. ყველას გილოცავთ დედის დღეს, ყველას გილოცავთ ხალხთა საერთაშორისო დღეს, რომ ამათ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც გვიყვარს ეს რომ ამაში და ბედნიერი დედები და ბედნიერი ქალები მოგესალმებით.